მოგესალმებით პირველ რიგში. დღეს საქართველოში იკვეთება მეტად საინტერესო და საგანგაშო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ტენდენცია. საქართველოს სპეცსამსახურები სრულ ჰარმონიაში და კოჰაბიტაციაში არიან შესული რუსულ სპეცსამსახურებთან. სწორედ ამ კოჰაბიტაციის შედეგი არის ის სპექტაკლები, რაც დღეს საქართველოში იდგმება. ამ სპექტაკლების საფუძველზე დაკითხვაზე იბარებენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, მეტად სასაცილო არის, როდესაც მსახიობებსაც კი იბარებენ დაკითხვაზე, თითქოს და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში იღებენ მონაწილეობას. ეს ტენდენცია საბოლოო ჯამში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აზარალებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, აზარალებს საერთოდ ზოგადად ხალხის, ქართველი ხალხის ინტერესებს, ქართული საზოგადოების ინტერესებს და ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია, რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ეს უკანონოდ არის ეს მასალები მოპოვებული და უკანონო მასალების საფუძველზე ახდენს ქართული სპეცსამსახურები გამოძიების წარმოებას, ეს ყველაზე მეტად საგანგაშო ფაქტია. თავისუფალ ზონამ პირველ რიგში ღიად გააკეთა განცხადება, როდესაც რუსთავიორს და ზოგადად თავისუფალ სიტყვას დაემუქრა და ზოგადად ცნება თავისუფლებას დაემუქრა საფრთხე, რომ ის დაიცავდა თავისუფალ სიტყვას და არანაირი რუსული სპეცსამსახურების ჩარევა არ უნდოდა ამის გამოძიებას, როდესაც რუსთავიორის ეზოში მიდიოდა აქციები, ჩვენ იქ ვიყავით და ვიცავდით თავისუფალ სიტყვას, ამით ვამაყობთ და ყველგან, სადაც ზოგადად თავისუფლებას და თავისუფალ სიტყვას დაემუქრება საფრთხე, თავისუფალი ზონა იქნება ბრძოლის ავანგარდში და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანაირად შევეცდებით კონსტიტუციურ ჩარჩოებში დავრჩეთ და დავიცვათ კონსტიტუციურად თავისუფალი სიტყვა, მაგრამ თუ ხელისუფლება გადაკვეთს წითელ ხაზებს, რასაც ის აკეთებდა დღემდე, ჩვენ შევეცდებით ყველანაირი მეთოდით უკვე ფიზიკურადაც კი დავიცვათ სიტყვის თავისუფლება. წითელი ხაზების გადაკვეთა არის ის, რომ ხელისუფლებამ ღიად და მკაფიოდ მიიტანა თავისუფალ სიტყვაზე იერიში. ეს არის ხელისუფლების მიერ არჩეული გზა. პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა ღიად დაანონსეს, რომ რუსთავიორი აღარ იარსებებს იმ ფორმატით, რა ფორმატითაც ის დღეს ქართულ ტელესივრცეში არის და ჩვენ ვთვლით და ქართველი საზოგადოება თვლის, რომ ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა. არც ერთ ხელისუფლებას არ შერჩენია და არ შერჩევა თავისუფალ სიტყვაზე იერიშის მიტანა. და რა მეთოდებს ასრულებთ პარლამენტის? ჩვენ თუ ხელისუფლება გადაწყვიტავს საბოლოო ჯამში, რომ კი პროცესები გაიწელა ეხა, მაგრამ თუ ხელისუფლება გადაწყვიტავს, რომ ძალით შევიდეს რუსთავიორში, ჩვენ ამ ძალას წინ აღუდგებით. რაც შეეხება ფარულ ვიდეო ჩანაწერებს, ავთენტურობას არ ვადასტურებთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს ფარული ვიდეო ჩანაწერები კიდევ გაგრძელდეს და უფრო დაბალ დონეზე ჩამოვიდეს, ვიდრე საქართველოს პარლამენტის დეპუტატები არიან, ასევე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ურთიერთკიშპობის მაგვარი ფარული ჩანაწერები გააოცელონ, მაგრამ საერთოდ ქვეყანაში, სადაც მოსამართლეს დედას უდებენ, არაფერს არ გამოვრიცხავთ. ძირითადად ლაშა მისაუბრა იმ თემაზე, რაც უნდა გვესაუბრა და მე დავიწყებ იქიდან, რომ ჩვენთვის როგორც თავისუფალი ზონის გამგეობის წევრებისათვის ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი მეთოდი არსებობს და ეს არჩევნების გზა კონსტიტუციურად, მაგრამ აქვე არის საგულისხმო, რომ არჩევნები უნდა წარიმართოს ისეთ გარემოში, სადაც იქნება თავისუფალი მედია, თავისუფალი სიტყვა და ნებისმიერ პოლიტიკოს შეიძლება თავისი აზრის გამოხატულება და რისი ბრწყინვალე მაგალითია რუსთავიორის არსებობა, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსთავიორი არის კრიტიკული მედია საშუალება, საკმაოდ რეიტინგული და როდესაც საფრთხე ემუქრება ამ შემთხვევაში ამ მედია საშუალების სიმართლე ვთქვათ, განადგურებას, სარედაქციო პოლიტიკის გაუქმებას და რადიკალურად თეთრზე შავის წარმოჩინებას, ამ შემთხვევაში თავისუფალ ზონამ გააკეთა განცხადება თავიდანვე, რომ მივიდოდა რუსთავიორის შენობასთან და დაიცავდა რუსთავიორს ხელისუფლების, ასე ვთქვათ, ჩარევისაგან. და ალბათ ნებისმიერ ნორმალური ადამიანი დამეთანხმება, რომ როდესაც რაღაცას იცავ, ეს არანაირი ძალადობა, როდესაც შენ იცავ სიტყვის თავისუფლებას, როდესაც იცავ ქვეყნის მომავალს, შენი შვილების ინტერესს მომავალში და გინდა რომ სამართლიანი გარემო არსებობდეს, კრიტიკული მედია საშუალებები იყოს, ეს არ არის არანაირი ძალადობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ თავისუფალი ზონა მოწოდების სიმაღლეზეა
იმ საკითხში, რასაც ქვია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა. რაც შეეხება ფარულ მიყურადებას, კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ FSB-ს და SUS-ის თანამშრომლობა ესა ჩვეულებრივი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ნებისმიერი ადამიანს რო კითხოთ, გეტყვით, რომ ეს არის ეროვნული ინტერესების დარღვევა, ნომერ პირველი მტერი, ოკუპანტი, რუსეთის უშიშროების სამსახურთან რო თანამშრომლობა არის ჩვეულებრივი ღალატი. და რაც შეეხება ათენტურობას, ეს არის ჩვეულებრივი მასკარადი და როგორც საბურავების საქმე არ გამოუვიდა ჭიკაიძეს გახსოვთ, ჭიკაიძის განცხადება, ისევ ეს არის მტკნარი სიცრუე და ამისგანაც არაფერი არ გამოვუბრალ. დაიბარებენ ზოგჯერ მუსიკოს დაიბარებენ, ზოგჯერ მსახიობს, შეიძლება ფეხბურთელებიც დაიბარონ, ისე სასაცილოდ მიდის და ისე ტენდენცია, მაგრამ არაფერი არ გამოვა ჩემი აზრით. რაც შეეხება, კიდევ გავიმეორებ რუსთავიორს, როდესაც მოხდება ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ გუშინ სასამართლომ ქიბარხალვას გადასცა რუსთავიორი და ამის პრობლემა, როდესაც შეექმნება რუსთავიორს რამოდენიმე თვე ჩვენ ვიცით საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებით აღსრულებას, სწრაფ აღსრულებას ვერ მიიღებს, როდესაც მოხდება და მოვა დრო, აუცილებლად კიდევ თავისუფალი ზონა და დარწმუნებულად ძალიან ბევრი ადამიანი დაიცავს სიტყვის თავისუფლებას და ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამჟამად იმყოფებიან თავისუფალი ზონის წარმომადგენლები რუსთავიორის შენობასთან. არა, რუსთავიორის შენობასთან ჩვენ ვიყავით მაშინ, როდესაც საფრთხე იქნებოდა რუსთავიორში შემოჭრის და ხელისუფლებას უნდა მოეხდინა ძალადური გზით ყველანაირი ბარიერის ასე ვთქვათ, გაუქმება და შემოსვა და მაშინ ვიყავით ძალიან ბევრ ჩვენ მეგობართან, პოლიტიკოსებთან ერთად, უბრალო მოქალაქეებთან, რომელიც არანაირ პოლიტიკურ კუთვნობას არ წარმოადგენდნენ, თავის ქვეყანაში უნდათ თავისუფალი მედიის არსებობა და მაშინ ვიყავით და დღეს ამის საფრთხე აღარ არსებობს და როდესაც იარსებებს, ჩვენ აუცილებლად დიახ, მივალთ ფიზიკურად კონსტიტუციის სამართლებრივი ნორმების ფარგლებში დავიცავთ აუცილებლად რუსთავიორს.